ამბროლაურის რაიონის სოფელ ხოტევში მდებარე ტურისტული და თან საკვები ობიექტი კესანე არ დამივიწყო, ასე ქვია. 2023 წელს გაიხსნა და იმ დროიდან მოყოლებული უკვე მესამე ზაფხულის სეზონია, რაც სტუმრებს რაჭულ ტრადიციულ სამზარეულოსთან ერთად ამ კუთხისთვის დამახასიათებელი სტუმარ მასმიზლობის ყველა ასპექტს თავაზობს. ობიექტი სამ სივრცეს აერთიანებს, მათ შორის ადგილობრივი მეწარმეებისთვის განკუთვნილ ჰაბსაც, სადაც ცხადია, რომ ადგილობრივი ღვინოებია წარმოდგენილი და ეტაპობრივად სხვა პროდუქტების დაემატება. ყველაფერი დანარჩენისთვის ვნახოთ GM Pharma-ს მიერ მხარდაჭერილი ჩვენი მუდმივი რუბრიკა. მხოლოდ ქართული, რომელიც წარმოგიდგენთ კესანე არ დამივიწყოს ამბროლაურიდან. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. ახლა ისეთ ხერძებს ხედავთ და ისეთი კერძები გვიტევს წინ, რაჭული კერძები, რომ მართლა შეუძლებელია რომ ეს ადგილი დაივიწყო. მათი მთავარი კონცეფციაც ხო ეს არის, რომ არც ერთმა მუსულმა სტუმარმა შემდეგ ეს ადგილი არ დაივიწყოს. თან რაჭულ თეთრას ფონზე გავსინჯა და უფრო გემრიელი იქნება ჩვენი კერძები. და რაც არის მართლა აქაურობის მთავარი სავიზიტო-ბარათი, მინდა რომ იმ ნაწილზეც ვისაუბროთ. ანუ ამ კერძებზე. როგორ იქმნება ეს კერძები და როგორ შეერჩიეთ მენიუს საერთოდ? მენიუზე თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ავთენტური ქართული კერძების ხაზი უნდა აგვერჩია. როგორც გითხარით, ძირითადი კერძები მზადდება დედას მიერ, ცხობის ნაწილშიც და ისედაც ძალიან კარგი გუნდი გვყავს და გქონია, რომ ესეც თუნდაც ჩვენი ლობიანი და ნაცხობი პროდუქცია ასევე არის ჩვენი სივრცისთვის ძალიან პოპულარულია ჩვენ სივრცეში ეს მიმართულებაც და ზოგადად ჩვენი გუნდის მეშვეობით ერთობლივად შეიკრა ეს კერძები ერთობლივად დამუშავდა გემოები, რაღაცები დაკორექტირდა წლების განმავლობაში, თუმცა ძირითადი ხაზი მაინც შენარჩუნებული გვაქვს. ეხლა გვინდა რომ დავამატოთ ახალი კერძებიც, სამი ახალი კერძი დაგვემატება უახლოეს პერიოდში. სახელიც ისეთი ემოციური იყო ჩვენთვის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ბავშვობას უკავშირდებოდა და მე და ჩემს პირველი მართლა არ დამივიწყო გაგვახსენდა, იმიტომ რომ ბავშვობაში ამ ტერიტორიაზე ბებოს დავალებით უკრებდით ხოლმე ყვავილებს და რაღაც რიტუალივით გვქონდა ყოველწლიურად და ბებოსთან ასოციაციაა ჩვენთვის და იმ ემოციურ კავშირს კიდევ უფრო გვიღრმავებს ჩვენ თვითონ სახელი. ერთი ძალიან საინტერესო გასტრონომიული თავგადასავლით სავსე ობიექტი უნდა გაგაცნოთ ამჟამად კესანეში ვიმყოფებით. კესანე არ დამივიწყო, ასე ქვია და ის დამფუძნებელს გვანცას გაგაცნოთ პირველ რიგში. გვანცა, მადლობა მასპინძლობისთვის. მიხარია რომ ამჯერად ჩვენ სივრცეში ხართ უკვე რაჭაში და ნელა შეგვიძლია გადავინდოთ შეგეთ და მოვყვეთ ამბავი. ჯერ პირველ რიგში ჩვენ მაყურებელს გავაცნოთ, როგორ შეიქმნა კესანე, როგორ დაიბადა. კესანეს იდეა გაჩნდა 2021 წელს, გვინდოდა რომ გასტრონომიული მიმართულებით, ან ტურიზმის მიმართულებით ნაბიჯები გადაგვედგა ჩვენს რეგიონში და გვინდოდა რომ მთელი ოჯახი დაუბრუნებულიყავით რაჭაში. ფიქრობდით რა გზით წავსულიყავით და გამომდინარე იქიდან რომ ზოგადად რეგიონში იყო კვების ობიექტების დეფიციტი და ამავდროულად გამომდინარე იქიდან რომ გვინდოდა რომ ჩვენი საოჯახო რეცეპტები მიგვეტანა ჩვენთან მოსულ სტუმრებამდე, გადავწყვიტეთ რომ კვების მიმართულებით წავსულიყავით. ეს არ იყო რა თქმა უნდა მარტივი გზა, ძალიან რთული გზა იყო. და 2023 წლის 1 ივლისს მოვახერხეთ რომ გაგვეხსნა სივრცე და პრინციპში ახლა უკვე მესამე სეზონია და ყოველ წელს ჩვენი სტუმრების რაოდენობა იზრდება. მოდი პირველი სივრცე ვნახოთ. კი ბატონო, მოგწანდით. სადაც არის სრულად რაჭული ღვინოები წარმოდგენილი, როგორც ვიცი. დიახ, ჩვენი კონცეფციის მიხედვით ჩვენ არ გვინდოდა რომ ყოფილიყო მხოლოდ სარესტორნო სივრცე, გვინდა რომ დამატებითი ფუნქციები შევძინოთ აქაურობას. ერთ-ერთი დამატებითი ფუნქცია, რომელიც თავიდანვე პირველივე წლიდან განვახორციელეთ, იყო ის, რომ გვინდოდა რომ ადგილობრივი მეწარმეებისთვის ეს სივრცე ყოფილიყო ჰაბი. პირველ რიგში აქცენტი გავაკეთეთ მეღვინეებზე და დღეს აქ წარმოდგენილია 15-მდე მეღვინეობა თავისი სხვადასხვა ასორტიმენტით.
ახლა მე ვარ ცოტა ისეთი ადგილისკენ, სადაც ხედებიც ჩანს უკვე და რაჭული ხედებით კბობაც შეუძლიათ მომხმარებლებს. მოგვიყავით ამ სივრცეებზე ახლა. პირველ რიგში ალბათ უნდა აღვნიშნო, რომ ლოკაცია არის ძალიან კარგი, რადგან ამბროლაურიდანაც და ნიკორწმინდიდანაც დაახლოებით 10-15 წუთის გზაზეა და ცენტრალურ გზაზევია ჩვენი სივრცე განთავსებული. ეს არის ჩვენი საზაფხულო სივრცე, რომელიც პირველივე დღიდან ძალიან პოპულარული იყო ხედებიდან გამომდინარე და ძირითად შემთხვევებში სტუმრები გთხოვენ ხოლმე, რომ ამ ვერანდაზე დავუჯავშნათ ადგილები და ასევე გამომდინარე იქიდან, რომ პირველივე წლის შემდეგ დავინახეთ, რომ იყო მოთხოვნა, მათ შორის არასაზაფხულო პერიოდებში ვიცოდით, რომ გვეყოლებოდა სტუმრები, დავამატეთ ერთი შენობა, რომლის მეორე სართული არის დახურული სივრცე და პირველ სართულზე კი გავაფართოვეთ სამზარეულო და მაქსიმალურად დავუახლოვეთ იმ სტანდარტებს, რაც უნდა იყოს სამზარეულოს კუთხით დაცული. ეს სივრცე არის ჩემი საყვარელი სივრცე, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სტუმარს მასპინძლობთ ხოლმე აქაც და დახურული სივრცეა, თუმცა ამ დახურული სივრციდან ჩემი აზრით იმდენად ლამაზი ხედები იშლება, რომ როგორც წესი ჩვენ სტუმრებს ძალიან მოსწონთ ეს სივრცე და ამ ხედზე თქვენი კერძების მირთმევა ცალკე თავგადასავალი იქნება დარწმუნებული ვარ. საკმაოდ გრძელ პროცესებთან იქნება დაკავშირებული ამ ობიექტის შექმნა, იმიტომ რომ ცოტა ისეთი ამბავია, თან თქვენ ხართ დაბრუნებულები, არ ხართ აქ მცხოვრებები, დაბრუნდით რაჭაში კონკრეტულად კესანის შესაქმნელად. ეს თავგადასავალიც რომ მოუყვეთ, როგორი იყო? ჩემი მშობლები უკვე რამდენიმე წელი აქ ცხოვრობენ და მეც უდიდეს დროს უკვე ვატარებ რაჭაში. ნამდვილად არ იყო მარტივი ეს გზა, გამომდინარე იქიდან, რომ რთული სფერო ავარჩიეთ, რეგიონში გარკვეული გამოწვევებიც არსებობს, გვიწევს ხოლმე რომ ამ გამოწვევებს მოვერგოთ. თუმცა იმდენად დიდი ემოციური კავშირი გვქონდა აქაურობასთან, ეს არის ჩვენი ბავშვობის სივრცე და შესაბამისად იმდენად ბევრი მოგონება გვაკავშირებდა აქაურობასთან, რომ მართლა მგონია, რომ გარკვეულწილად შევძელით ბევრ ნაწილში, იმიტომ რომ რაღაცები არის, რაც წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან შევძელით, რომ სივრცე გვაქვს, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს მასპინძლობთ და ვახერხებთ მეტნაკლებად, რომ ჩვენი თავი, ჩვენი ოჯახი და ჩვენი კუთხეც გავაცნოთ ჩვენთან მოსულ სტუმრებს. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma.